გამარჯობა. რატო კარგი ხარ? ვინა ხარ? გამარჯობა. ნელა. რას აკეთებ? ჩატი ეს. ნელა გადამიარე, მომდეხე ფეხითო. გააჩარე და ჩატი. ვინა ხარ თქვენ და? გაიცი. პოლიციელები გვარია. მეორეჯერ არ დაგინახო რა პოლიციაა კაცო. ხოლო თუ პოლიციაა თქვა რა პოლიცია? აი ესენი იყო და ხა ვინც ურთაში დახვდნენ. ერთი გამიგივე და მეორე. კარგად გამიგივე. აი აქ იყო ვინც ურთაში დახვდა. ნახე აი ეგ. ურთაში არ გავშვერძით. ურთაში არ იყავი თქვენ? ურთაში არ იყავი ახლა? არ იყავი ურთაში? და სახელი და გვარი თქვი შენი. თქვი სახელი და გვარი შენი რისი გაშინია თუ მაგის ერთი ადგილი ხარო? მოდი ხარ და ელა ფეხი მეტკინა, ნუ აგორე, მანქანას მეტკინა. და რატო? გააჩერე მანქანა და მანქანა გადაუგზნოთ. აი აი რას ყვირი ხარ რა? რას გადმოდი ერთი გაგველაპარაკე, კაცო, რა პრობლემაა? გაგველაპარაკე. შაბაშინო. გადმოდი პოლიცია მოვა, კაცო, სადმე ნუ გაგყავს მეთქი. ერთი პოლიცია მოვა. ნელა აი რატო გვეჯახე? მაინტერესებს დამეჯახები? აბა მიდი, აბა. აი მიდი, აბა. პოლიცია მოვა. დაგვეჯახე, აბა მაინტერესებს ერთი როდემდე ისა რა ქვია? პოლიცია მოვა და სად მიდიხარ? 2 წუთი მოითმიდე, კაცო. კონტროლზე გამოვიძახეთ პოლიციას. თუ ამდენი შეგიძლიათ აი ამ იდიოტებმა დავალებას რო ასრულებდა რომ დააგზნოთ. ამხელა კაცი არ გიტყდება აი. ერთი წუთი პოლიცია მოვა და მერე გადი, კაცო. პოლიცია მოვა და მერე გადი. ამან. მეოთხე რაიონი. აჭარლების დასახლებად ვარ. ალო გამარჯობა. ზუგდიდის პოლიციასთან ვიდა დაკავშირება თუ შეიძლება ინციდენტი გვაქვს. ზუგდიდში სოფელ ნარაზენი აჭარლების დასახლებად. ზუგდიდის რაიონი, კი, სოფელი ნარაზენი. აი მეოთხე რაიონი აჭარლების დასახლება. უცნობი ადამიანები არიან, საარჩევნო რომელი უკანონო თვალთვალს ახორციელებენ ჩვენზე მთელი დღის განმავლობაში. და პროვოკაციაზე მოდიან და გამოუშვათ ხაბა ჩვენთან. საარჩევნო შეხვედრა, მე ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარ, ანიციხიძე. და მთელი დღის განმავლობაში უცნობი ადამიანები აგვედევნენ და მთელი დღის განმავლობაში ჩვენზე ახორციელებენ უკანონო თვალთვალს. ჩვენ ახლა მოვახერხეთ, რომ ეს ადამიანები აქ მოსკენით რომ გავაჩარეთ დროებით, არ უშვებთ ამ მსოფლიდან და ვიდა რომ მოვიდეს ახლა პოლიცია და გაგვარკვიეს და გაარკვიეს ვინ არიან ეს ადამიანები, რატო უთვალთვალებენ ჩვენს კანდიდატს და რატო უთვალთვალებენ ჩვენ მთელი დღის განმავლობაში. სასწრაფოდ გჭირდება ამაზე ანი წითლიძე. დაპირისპირება დაიწყო იქიდან, როდესაც მთელი დღის განმავლობაში ეს ადამიანები ჩვენ გვითვალთვალებდნენ და მივედით და ვკითხეთ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და ამ ადამიანებმა შემდეგ სადეს გაქცევა, რის შედეგადაც ჩვენ გადავუღებთ, მე გადავუღობე მათ გზა და არ მივეცი წასვლის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ეს ადამიანები ვერ წარმოგვედგინა რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, იმიტომ რომ იქცეოდნენ ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებიც თავზე იფარებდნენ რაღაცას და მანქანის სალონში ძრებოდნენ და ცდილობდნენ რომ დამალულიყვნენ და ნორმალური პოლიცია ნორმალურ ქვეყანაში არ გარბის, როდესაც მას უსმენს შეკითხვას და ამბობს თავის სახელ და გვარს.